ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მინდა გკითხოთ. ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ჩანაწერს. Ყველათ მივიწვალებთ და არ გვინდა თქო. პოლიტპატიმარიაო ევროპარლამენტი თან ხდება. არ ვერ მოგცემთ კომენტარს, ასე რომ ტყუილად. როგორ სულ ამბობთ ხოლმე რომ ნაცებს უჭერენ მხარს და ღარიბაშვილის შესწორებაზე რა სიტყვით? ირაკლი ღარიბაშვილის მოხვედრამ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ოცნების დეპუტატებს უხერხულობა შეუქმნა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა რეზოლუცია პოლიტიკურ პატიმრად თვით ოცნების ყოფილ პრემიერს ასახელებს. დოკუმენტში ევროპელი დეპუტატები ეჭვს გამოთქვამენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში არა კორუფციის, არამედ ოცნების პოლიტიკური მოტივებით მოხვდა. ასახელებენ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ამ პატიმრობის ერთ-ერთ შემოქმედს. შეშფოთდნენ რა ვიყო. ავყოთ, ვერაფერს ვერ უზამთ ეს. ურთიერთგამომრიცხავი qalbi ნარატივებით იცხოვრონ და გააგრძელონ ეს ცხოვრება. ამ რეზოლუციას, რომ ივანიშვილის პარტიისთვის ჩალის ფასი აღარ აქვს, ამას საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებაც ადასტურებს. მაკა ბოჭორიშვილის უწყება საგანგებო განცხადებით პირველად გამოეხმაურა ევროპარლამენტს, მაშინ როცა დოკუმენტი ბოლომდე დამტკიცებულიც კი არაა. როგორც ჩანს, ამ ყურადღების მიზეზი მისი შინაარსია. დღეს კი დეპუტატები თავის მართლებას ცდილობდნენ, ზოგიერთ ეთყობა გაბრაზებაც. ამ ხალხთან ჩვენ სასაუბრო სულ უფრო ნაკლები და ნაკლები გვჩება. ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია, სრული ამ სიტყვის მიში ყველაფრით, ესთეტიკით, რასა იუკნევიჩიანის რუსული აქცენტით, ყველაფრით აბსოლუტურად სრული რეინკარნაცია არის უკვე სახალხო დეპუტატთა ყრილობის, გორბაჩოვის თავდამებრძოლებთან და ფაშისტური განცხადებებით გამორჩეულ ხალხთან, ქართულ ხალხს არაფერი საერთო არ აქვს. როგორ უნდა ახსნა, თან ამ კაცმა ეს დანაშაული აღიარა. საპროცესო შეთანხმებაზეც წავიდა ამ მიმართულებით. ის ახლა ამნაშავედ ცნო სასამართლო, მაგრამ იმას ვერავინ უარყოფს, რომ საკმაოდ პრინციპული ადამიანია და ესე ადვილად მოსატეხი არ არის და თავზე არ აიღებდა იმ დანაშაულს, რაც მიაჩნია, რომ მას არ ჩაუდენია. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ის განწყობებზე თუ რაღაც ტყუილ ინფორმაციებზე დაფუძნებული დასკვნები რეზოლუციებში. შესაბამისად, თუ ამაზე არ არის წარმოდგენილი კონკრეტული, ასე ვთქვათ, მტკიცებულებები, საუბარი ჭორაობა არაერთ ნაწილში არის რეზოლუციაში. შესაბამისად, უნდა მოხდეს ამაზე მყარი საფუძვლის წარმოდგენა. თუ აქამდე ნებისმიერ კრიტიკულ რეზოლუციას ოპოზიციის მხარდამჭერ დოკუმენტად მოიხსენიებდნენ, ღარიბაშვილზე ჩანაწერმა მათ ეს არგუმენტიც გამოაცალა. სავარაუდოდ ქართული ოცნება ახლა ცდილობს გაარკვიოს, ვისი ძალისხმევით აღმოჩნდა ირაკლი ღარიბაშვილის სახელი და გვარი ამ რეზოლუციაში. ჩვენ დააშავებს მომხრე დავაკავებთ არ მოგწონთ, ოპოზიციონერი დააკავებს მოლოტოვის კოქტეილს ესვრის პოლიციელს დავაკავებთ პოლიტპატიმარია ღარიბაშვილი ესე ვთქვათ დეკლარაციების თუ არასახული ბიზნესის გამო პირობითად ამ რაც აქვს ოფიციალურად ბრალი წარდგენილი დაკავებული ბრალი წარედგინა და შესაბამისად ამასაც პოლიტიკურ სარჩულს აწეპებს რა ვიცი მე რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ეს იქნება საგამოძიებო სტრუქტურა იქნება სასამართლო თუ იქნება ზოგადად ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში ხედავენ შავლაქას შესაძლოა ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად ისიც აწუხებდეს, რომ ამ რეზოლუციებს სამომავლოდ გზა ხსნილი აქვთ და მათ აღსრულებას წინ ვიქტორ ორბანი ვეღარ გადაეღობება. ალბათ ამანაც განაპირობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მწვავე პასუხიც. ევროპარლამენტის ანგარიში არის სამაგიდო დოკუმენტი, რომელიც იქცევა ქართული ოცნებისთვის სერიოზულ გამოწვევად იმ პირობებში, როდესაც ორბანი აღარ არის ლიდერი, რომელიც ბლოკავდა ქართული ოცნების წევრებზე პოტენციურ სანქციებს. ეს საფრთხე ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად დაინახა და ამიტომ არის მათი რეაქციაც ასეთი გამწვავებული ამ ანგარიში ცალსახად მითითებულია, რომ უნდა დასანქცირდეს პროპაგანდისტული მედიები, უნდა დასანქცირდეს ქართული ოცნების წევრები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, რაც არის სერიოზული საფრთხე ქართული ოცნებისთვის. ღარიბაშვილზე ჩანაწერი ოპოზიციისთვის დასტურია, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულებისგან დაზღვეული აღარავინ არის და ანგარიშის სწორების სამიზნე შეიძლება გახდეს ყველა განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა და ივანიშვილთან სიახლოვისა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს გაკვეთილი უნდა იყოს ოცნების მოქმედი მაღალჩინოსნებისთვისაც. ქვეყანაში სადაც არ არის დამოუკიდებელი პროკურატურა, არ არის დამოუკიდებელი გამოძიება, არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, იქ ცხადია, რომ მათ შორის ჩვენი მეგობრების განწყობა არის, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის თუნდაც ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შეიძლება გახდეს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ობიექტი, ხო და ეს არის, ასე ვთქვათ, მათი ობიექტური შეფასება რეალობის, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში
სამართალს ვერ მოიპოვებს ადამიანი. სწორედ მათ ინტერესებში უნდა შედიოდეს სამართლიანი მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში. იმიტომ რომ დადგება დრო, როდესაც თავად შეიძლება გახდნენ მართლმსაჯულების ასე ვთქვათ მსხვერპლი და არ უნდა გახდეს არავინ ამ ქვეყანაში მართლმსაჯულების მსხვერპლი, არასამართლიანი მართლმსაჯულების მსხვერპლი და ასე რომ თუ მათ სურთ რომ ზოგადად სამართალი აღსრულდეს ამ ქვეყანაში, ბუნებრივია მართლმსაჯულება უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური. პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ერთ-ერთი იყო, ვინც დასავლეთს აკრიტიკებდა და ევროპარლამენტს რეზოლუციების გამო თავს ესხმოდა, დღეს თავად გახდა მათი დაცვის ობიექტი. დოკუმენტს კენჭი საბოლოოდ ივნისში ეყრება.